ბატონო გიორგი, მოგესალმებით და რა თქმა უნდა, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობა იუწყება, რომ ერაყსა და სირიაში დაბომბა ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის ქუდსით დანაყოფთან დაკავშირებული სამხედრო ჯგუფების ობიექტები. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ოპერატიული სარდლობის ხელმძღვანელობამ დაგლას სმიტმა განაცხადა, რომ ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა და განადგურდა პროირანული ჯგუფების იარაღი. როიტერი აღნიშნავს, რომ არაა ცნობილი დაიღუპნენ თუ არა ამ დაჯგუფების წევრები. რადიო მსმენელს და მაყურებელს შევახსენებ, რომ 28 იანვარს 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით. დრონით თავდასხმის შედეგად თავის მხრივ ირანის ისლამური რესპუბლიკა უარყოფს, რომ რამე კავშირი ჰქონდა დრონით თავდასხმასთან. ამის შესახებ იტყობინება BBC. ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალავინი არ გამორიცხავს შესაძლო საჰაერო იერიშებს უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე ან ირანის აქტივებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. აქედან გამომდინარე მექნება თქვენთან კითხვა ბატონო გიორგი, რამდენად შესაძლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და իրანს შორის ურთიერთობების დაძაბვის შედეგად უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე განხორციელდეს იერიშის მიტანა და რა შედეგი შეიძლება ამით მივიღოთ? სიტუაცია მთლიანად ახლო აღმოსავლეთში იმდენად რთულია, რომ ასე ვთქვათ, რომელიმე სცენარის კატეგორიულად გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე მე რაც ვნახე, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია არის მდგომარეობს შემდეგში, რომ პასუხი აუცილებლად იქნებოდა და არის კიდეც, მაგრამ ეს პასუხი იქნება გრძელვადიანი, მაგრამ ჩარჩოებში იქნება იმ თვალსაზრისით მოქცეული, რომ უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე არ იგეგმება ამ წუთას, ასე ვთქვათ, იერიშების განხორციელება. ამიტომ მგონია, რომ ამერიკის ამოცანა და მიზანი ამ შემთხვევაში არ არის, ასე ვთქვათ, ამ დაპირისპირებას ფართომასშტაბიანი ომის ხასიათი მისცეს, ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს. ალბათ ამას კიდევ ისიც განაპირობებს ბატონო გიორგი, რომ წინ საარჩევნო, ესე ვთქვათ, საარჩევნო პერიოდი აქვთ, ხო და ახლა წინა საარჩევნოთ ომის დაწყება კიდევ ერთ წერტილზე ალბათ მოქმედი ადმინისტრაციის ინტერესებში არ შედის. რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით და კეთახვევით, ერაყის ომის თვითონ ომი არა, მაგრამ ომის შემდეგ, ასე ვთქვათ, განვითარებული პროცესები და ის შედეგები, რაც ერაყში დადგა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთშიც ამ თვალსაზრისით, მაინდამაინც არ ითვლება ამერიკის პოლიტიკის წარმატებად და ახალი და ფართომასშტაბიანი ომი ახლო აღმოსავლეთში იქნება ეს თუ სხვაგან, ასე ვთქვათ, არ შედის ბაიდენის ადმინისტრაციის ინტერესებში. კი ბატონო, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო, არ შემიძლია არ გკითხოთ უკრაინასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, თქვენ როგორ აფასებთ და რა მოლოდინები გაქვთ? ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს დაფინანსების საკითხი, თქვენ იცით, ვინაიდან არაერთი განცხადება გაკეთდა აღნიშნულთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ბოლო არის ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა წარმოადგინა ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონპროექტი, რომელიც მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას, მთლიანი თანხა 118.28 მილიარდი დოლარია, საიდანაც 60 მილიარდი დოლარი უკრაინისაა გამოყოფილი, ხოლო 14.1 მილიარდი დოლარი კი ისრაელისთვის. რა მოლოდინი გაქვთ? საბოლოოდ დამტკიცდება ეს თანხა თუ რას უნდა ველოდოთ?
ლევან ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოოდ ასე ვთქვათ იქნება მიღებული უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. ეს შიდა პოლიტიკური საკითხები, რომელიც ამას ხელს უშლის, იქნება ეს მიგრაციასთან დაკავშირებული თუ ზოგადად ასე ვთქვათ საარჩევნო წელთან დაკავშირებული საკითხები საბოლოო ჯამში გადაიჭრება. უბრალოდ მე ვისურვებდი, რომ ეს აქამდე მომხდარიყო, ან რაც შეიძლება მალე მოხდეს, იმიტომ რომ ეხლა ვერ ვიტყვით, რომ უკრაინაში არის კრიტიკული სიტუაცია შექმნილი შეიარაღებასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც არაერთი უცხოელი ექსპერტი და თავად უკრაინელებიც საუბრობენ, ამ დახმარების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნების მიმართ დახმარება არათუ შეწყდა, არამედ გარკვეული მიმართულებებით გააქტიურდა კიდეც. და ბატონო გიორგი, ევროპის ნაწილში გააქტიურება შესამჩნევია, მაგრამ რამდენად შეუძლია ამ ნაწილს თუ მაგალითად არ დამტკიც და ესე ვთქვათ ფინანსური დახმარება უკრაინისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში შეავსოს ეს დანაკლისი. მეთანხმებით, რომ ძალიან რთული იქნება ამ დანაკლისის შევსება, იმიტომ რომ ელემენტარულად ასე ვთქვათ, ჩვენ რო შევხედოთ სტატისტიკას, ხო, ვინ არის პირველ ადგილზე უკრაინის მიერ გაწეული ფინანსური დახმარებით შეიარაღების თვალსაზრისით, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ ამ დანაკლისის შევსება რთული იქნება ყველა თვალსაზრისით, მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისითაც რთული იქნება, იმიტომ რომ ამერიკის ჩამოცილება ამ პროცესისგან არა მხოლოდ ასე ვთქვათ შეიარაღებების თვალსაზრისით შექმნის პრობლემებს უკრაინაში, არამედ პოლიტიკურად შექმნის დიდ პრობლემებს, იმიტომ რომ ეს არის რუსეთის ბრძოლა, რა თქმა უნდა არის უკრაინაში, მაგრამ არის რეალურად დასავლეთის წინააღმდეგ და ამ ბრძოლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ჩამოცილება, რომელიც დასავლეთის საყაროს ლიდერია, იქნება ძალიან არასწორი გადაწყვეტილება. და ისედაც მყიფე, ესე ვთქვათ, ერთიან პოზიციას კიდევ უფრო შეარყევს ალბათ, თუ ეს მართლაც ასე მოხდა. ამაშიც გეთანხმებით, რომ აი სკეპტიკოსები, რომლებიც ასე ვთქვათ, კრიტიკულად არიან განწყობილი უკრაინის მიმართ და ასე ვთქვათ, დროდადრო წინააღმდეგობას უწევენ მისთვის დახმარების დროულად გაწევის საკითხს, ასეთი კრიტიკოსების პოზიციები გამყარდება ჯერ ერთი და სამწუხაროდ შეიძლება მათი რაოდენობა გაიზარდოს კიდეც. ბატონო გიორგი, იცით რა მაინტერესებს, აი თქვენ რით ხსნით იმ პოზიციას, რა პოზიცია აქვთ რესპუბლიკურ პარტიაში ამერიკის შეერთებულ შტატებში და რიგი შეფასება მოვისმინე მე და ის პოზიცია, რაც დღეს მათ გააჩნიათ, ფასდება როგორც პრორუსული პოზიცია. ესე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათ ასეთი პოზიცია უკავიათ დღეს და ეს უშუალოდ რუსეთის პოზიციას უწყობს ხელს. იცით როგორ არის რესპუბლიკელებში იქნება ეს სენატ თუ წარმომადგენელთა პალატა ყველას ასე ვთქვათ ერთნაირი პოზიცია არ აქვს, იქაც არის განსხვავებები, ზოგი უფრო მეტად ასე ვთქვათ უჭერს ხარს უკრაინისთვის აქტიური დახმარების გაწევა, ზოგი უჭერს ამას ხარს, მაგრამ რაღაცა გარკვეული დათქმების და პირობების გათვალისწინებით. პრორუსული თავისთავად ის რომ აქამდე შეჩერებულია უკრაინისთვის დახმარების გაწევა, ეს რა თქმა უნდა რუსეთის წისქვილზე ასხავს წყალს, რუსეთის ინტერესებში შედის პირდაპირ ვთქვათ, მაგრამ რესპუბლიკელების პოზიციის ასე პრორუსულად შეფასება რა თქმა უნდა არასწორია. ისევ და ისევ აქ ჩვენ უნდა მიუბრუნდეთ იმას, რომ საარჩევნო წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, ბოლო-ბოლო ასე ვთქვათ, თავარი კანდიდატი, რომელიც ასე მაღალი ალბათობით დაუპირისპირდება ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი შეიძლება იყოს და ასე ვთქვათ რესპუბლიკელების პოზიცია ისე როგორც ტრამპის პოზიცია და პოპულარობა გარკვეულწილად ასე ვთქვათ განპირობებულია იმით, რომ რაზედაც ის საუბრობს ამ მომრჩევლისთვის ის საკითხები და თემები და აქტუალურია. ამიტომ ნებისმიერი პარტია, მათ შორის რესპუბლიკური პარტია, თავისი ასე ვთქვათ პოლიტიკის განსაზღვრისას საკუთარი ამორჩევლის პრიორიტეტებს
ითვალისწინებს, რა თქმა უნდა და აქ ამაში მდგომა ის განაპირობებს მათ პოზიციას. და ბატონ გიორგი, აი არა მარტო თქვენ, ბევრისგან მსმენია მსგავსი შეფასება, როდესაც რესპუბლიკური პარტიის ასეთ პოზიციას აფასებენ, რომ ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი და ამით შეიძლება აიხსნას მათი პოზიცია. ანუ რა გამოდის აი ამ პოზიციიდან და შეფასებიდან გამომდინარე? გამოდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებაში უკრაინის საკითხი არაპოპულარულია და შესაბამისად აქედან გამომდინარეობს. არაპოპულარული არა, ლევან, მე ესე ვერ ვიტყოდი, უბრალოდ სხვა საკითხები უფრო აქტუალურია და ასე ვთქვათ, ამიტომ არაპოპულარული არ არის ნამდვილად, შეიძლება ამ თვალსაზრისით იმაზე ვისაუბროთ, რომ აქტუალობა უკრაინის საკითხის იმდენად მაღალი არ არის, როგორც ეს მაგალითად 1 წლის წინ იყო. ისეთი აქტუალური არ არის საზოგადოებისთვის, მაგრამ მაღალ აქტუალობას ნამდვილად ინარჩუნებს და მათ შორის ინარჩუნებს ბაიდენის ადმინისტრაციაში. კი ბატონო, კიდევ ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, ბატონო გიორგი, ჩვენ ეხლა რასაც ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, ხო? მსოფლიოში რა პროცესებიც მიმდინარეობს, იგივე უკრაინაში პრაქტიკულად 2 წელია უწყვეტად მიმდინარეობს ომი, ასევე ისრაელში რაც ხდება და ახლა ირან ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებიც უკიდურესად იძაბება. ეს რას ნიშნავს და რა მთლიანობაში რო შევაჯამოთ, რა პროცესები მიმდინარეობს, ერთხმად ფასდება, რომ მსოფლიო იცვლება, ხო? და იცვლება უკრაინაში დაწყებული ომის დღიდან. და საერთო ჯამში საითკენ მიდის ეს პროცესი და რა სანამდე მივდივართ? სადამდე მივდივართ ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ამ პროცესის თავი დამახასიათებელი ის არის ალბათ, რომ მსოფლიო უფრო მოწყვლადი და მიდრეკილი გახდა შეიარაღებული კონფლიქტების მიმართ და ასე ვთქვათ, მსოფლიოს ერთ წერტილში მომხდარი მოვლენა გაცილებით უფრო დიდ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში გაცილებით უფრო დიდ გავლენას ახდენს მისგან დაშორებულ წერტილში მიმდინარე მოვლენებზე, ვიდრე ეს წარსულში იქნებოდა. ამას უნდა ეს ახლა არ ჩანს ამ ნაწილობრივ ჩანს მხოლოდ უკრაინის მაგალითზე ავტორიტარულ რეჟიმებსა და დემოკრატიებს შორის დაპირისპირება. ნაწილობრივ აი ამითაც არის განპირობებული, თუმცა ახლო აღმოსავლეთში თვლი რომ სხვა მიზეზებია და არა ეს მიზეზებია მთავარი. ერთგვარ რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, მსოფლიო წესრიგი რაღაც გარდამავალ ეტაპზე არის ალბათ და ეს გარდამავალი ეტაპი საბოლოოდ რაში გამოიხატება და რა ფორმით ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი, ამის თქმა რთულია, მაგრამ აი ამ კონფლიქტების ზრდას თავისთავად ეს მდგომარეობაც განაპირობებს. და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახალი მსოფლიო წესრიგიო, როდესაც ამბობთ ამ წესრიგში, აი ამ ახალ რეალობაში რუსეთის როლი როგორი იქნება და იქნება თუ არა მისი გავლენაში გარკვეულწილად შემცირებული? ეს აბსოლუტურად დამოკიდებული არის უკრაინის ომი როგორ დასრულდება. უკრაინის ომი აი პირდაპირ ამასთან არის დაკავშირებული რუსეთის მომავალი პრინციპში და თვითონ რუსი საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებიც და პოლიტიკოსებიც ამას პირდაპირ აცხადებენ. ცხადია, ეს ომი რუსეთმა დაიწყო იმისთვის, რომ საკუთარი გავლენა საერთაშორისო დასავლეთი დაესუსტებია და საკუთარი გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაში გაეზარდა, რაც იმაშიც უნდა გამოხატულიყო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყოველ შემთხვევაში მის დიდ ნაწილზე ექსკლუზიური გავლენა აღედგინა. ამიტომ ამ ომის შედეგებზე არის ბევრი რამე დამოკიდებული. მარცხის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რუსეთს კარგი არაფერი არ ერის და მის გავლენის გაზრდაზე
ვერ ვისაუბრებთ, აი ნაწილობრივი გამარჯვების შემთხვევაში რა და როგორ იქნება? ნაწილობრივი გამარჯვებაში მაგალითად გულისხმობ დაუშვათ დღეს არსებული სტატუს კვოს შენარჩუნებას ან ყირიმის შენარჩუნებას რუსეთის ფედერაციის კონტროლ ქვეშ. ამაზე თქმა მიჭირს, იმიტომ რომ აქ უკვე ბევრი რამე იქნება იმაზე დამოკიდებული, თვითონ ეს ნაწილობრივი გამარჯვება რა პროცესებს გამოიწვევს უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში. რაღაც პროცესებს ჩემი აზრით გამოიწვევს იმ თვალსაზრისით, რომ შენარჩუნდება პუტინის რეჟიმი, სათავეში პუტინი თუ მოხდება, ასე ვთქვათ, თვითონ რეჟიმის შიგნით ჩანაცვლება. ნაწილობრივი გამარჯვების სცენარს გულისხმობ და ზოგადად აი ამ ფონზე რუსეთში განვითარებული პროცესები, რა თქმა უნდა, აისახება მის გავლენაზე. თუმცა ეს ასეთი სცენარის განვითარება როგორ რას გამოიწვევს, ჩემთვის ბუნდოვანი არის სიმართლე გითხრათ. და ბატონ გიორგი, გასაგებია პუტინს რა სურდა და რა სურს, ხო, დღეს უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ თქვენ მკაფიოდ გესმით თუ რა სურს დასავლეთს და დასავლეთმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი და დასავლეთს ესმის თუ არა მკაფიოდ ის რომ ამ ომის უკრაინისთვის წარმატებით დასრულება მხოლოდ და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. იცით როგორ არის, დასავლეთს ესმის ის კარგად, რომ ეს ომი არ არის უკრაინის წინააღმდეგ, ეს ომი არის დასავლეთის დასუსტებისთვის. უბრალოდ ჩემი აზრით აქ შეფასებებში აცდენა არის იმ თვალსაზრისით, რომ დასავლეთში შეიძლება ბევრი თვლიდეს იმას, რომ რუსეთი უკვე დამარცხებულია. რუსეთი უკვე ამ ომის შედეგად საკმაო ზიანი მიიღო. რუსეთმა ვერ მიაღწია იმ ამოცანების რეალიზებას, რაც ომის დასაწყისში ჰქონდა და ეს იწვევდეს, ასე ვთქვათ, განსხვავებას იმ მაგალითად ჩვენს დამოკიდებულებასა და მათ, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებას შორის. ეს საკითხი, რომ ასე როგორ მოვიცეთ, როგორ უნდა დასრულდეს ომი, ამაზე მკაფიო პასუხი ჩემი აზრით არ აქვს ამაზე პასუხი. განა იმიტომ, რომ მათ არ სურთ, რომ ომი უკრაინის სრული გამარჯვებით დასრულდეს. აი როგორ და როდის დასრულდება ომი უკრაინის სრული გამარჯვებით, ამის თაობაზე გაჩნდა სერიოზული შეკითხვები. მას შემდეგ, რაც გასულ წელს უკრაინის კონჩეტევამ ვერ მოიტანა სათანადო შედეგები. დიახ, მაგრამ ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი. ისინი ყველა სხვა დანარჩენ შედეგს, მაგალითად სტატუს კვო იქნება, ან ყირიმთან დაკავშირებით გარკვეული ასევე სტატუს კვო შეიქმნას, კატეგორიულად უარყოფენ. ეს გზავნილები ევროპისთვის არის აღქმული სწორად? ხო, არ ვიცი რამდენად სწორად არის ეს აღქმული ეს გზავნილები, რამდენად სრულყოფილად არის აღქმული ეს გზავნილები, ამაზე მეც მაქვს კითხვის ნიშნები, მაგრამ უკრაინასთან ერთად რუსეთიც აგზავნის გზავნილებს, რომელიც არც თუ სასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს იგივე დასავლეთისთვის, იმიტომ რომ მოსკოვის მტკიცე პოზიცია არის ის, რაც მას ჰქონდა ომის დასაწყისში, ესე იგი დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, ნეიტრალური სტატუსი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება რუსეთის კონტროლის ქვეშ. ანუ რუსეთი ერთის მხრივ საუბრობს იმას, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ რეალურად ეს არის, ასე ვთქვათ, ულტიმატუმი წამოყენებული არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დასავლეთის წინაშე, რომ ისინი, ასე ვთქვათ, არსებულ რეალობას დათანხმდნენ, არამედ კიდე
წავიდნენ დათმობებზე იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა მაგალითად გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და მოახდინოს, ასე ვთქვათ, დემილიტარიზაცია. რაც და დენაციფიკაცია კი თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ უკრაინაში არსებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამიტომ ეს გზავნილი საკმაოდ კაფიოდ გამოხატავს იმას, რომ რუსეთი არათუ კომპრომისზე არ აპირებს წასვლას, არამედ ასე ვთქვათ, მზად არის თავისი აგრესია გააგრძელოს და ეს აგრესია არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ დასავლეთის წინააღმდეგაც არის. დიახ, მე სწორედ თუ როგორი აღქმა აქვს დასავლეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ორი კითხვა იქიდან გამომდინარე დაგისვით, ბატონო გიორგი, მთელ ამ პროცესს ხო ვადევნებდით ყველანი თვალს და ვხედავდით ხშირად, რომ მათი განცხადებები მათ მოქმედებებთან ყოველთვის არ იყო შესაბამისობაში. და აქედან გამომდინარე ჩდება კითხვა, თუ რამდენად ესმით რეალურად, თუ რა ტიპის ომი მიმდინარეობს დღეს უკრაინაში. გეთანხმებით, ლევან, გეთანხმებით, მეც ასე ვთქვათ, თქვენ ას ვიზიარებთ, მაგრამ ამ დროს აქ არის ერთი მომენტი, რომელიც ჩვენ ხედელობიდან არ უნდა გამოგვეპაროს. ჩვენ რა თქმა უნდა ვისურვებდით და მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვისურვებდით მის სწრაფ გამარჯვებას ამ ომში, ამიტომაც ასე ვთქვათ, უფრო მეტად თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მომთხოვნები ვართ დასავლეთის მიმართ, ესეა, უფრო მეტი სურვილიც გვაქვს და უფრო მეტის მოვითხოვთ, რომ უფრო აქტიურად დაეხმაროს უკრაინას, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ იგივე ევროპის ქვეყნების მხრიდან. აი რომ დაუბრუნდეთ მაგალითად იგივე გერმანია რუსეთის ურთიერთობების კონტექსტს. ან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ან ბოლო, ან ყირიმის ანექსიამდე. ან საფრანგეთი რუსეთის ურთიერთობების კონტექსტს, ხო? წარმოუდგენლად შეცვლილია ამ ქვეყნების პოზიცია. ალბათ და დამერწმუნებით, რომ არათუ ომამდე, არამედ ეხლაც კი უცნაურად გვხვდება ყურში ის, რომ გერმანია მეორე ადგილზეა უკრაინისთვის გაწეული დახმარების, ასე ვთქვათ, რაოდენობით. ამიტომ მე მესმის ერთის მხრივ ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი სურვილი, მაგრამ მეორეს მხრივ ასევე ფაქტია ისიც, რომ დასავლეთში ვერ ვიტყვით იმას, რომ დასავლეთში ვერ აცნობიერებენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს. თუმცა ბატონო გიორგი, ამ ცვლილებისთვის ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწია უკრაინას. სამწუხაროდ, არა მხოლოდ უკრაინას მოუწია თავის დროზე საქართველოსაც, ესე არის, რთულად, ასე ვთქვათ, რთული წარმოსადგენი იყო დასავლეთის ქვეყნებისთვის ის, რომ რუსეთი ამ მასშტაბის აგრესიაზე იყო წამსვლელი. იგივე გერმანიას რო დაუბრუნდეთ, მისი, ასე ვთქვათ, პოლიტიკის მთავარი არსი რუსეთთან მიმართებაში ის იყო, რომ ცვლილებები, ასე ვთქვათ, ურთიერთთანამშრომლობის გზით, ეს ურთიერთთანამშრომლობას, რუსეთთან თანამშრომლობას, ასე ვთქვათ, ისეთი ცვლილებები უნდა გამოეწვია ორივე ქვეყნის ურთიერთობებში, რაც აგრესიის რისკებს შეამცირებდა, მაგრამ ესე არ მოხდა სამწუხაროდ. ესეც სამწუხაროდ ჩვეულებრივი ამბავია, რომ ვერც პოლიტიკოსები და ვერც საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები, რაც არ უნდა ცოდნა და გამოცდილება ჰქონდეთ, მათ ბოლომდე სწორად ვერ იაზრებენ იმ შესაძლო რისკებს და საფრთხეებს, რომლებიც განსაკუთრებით ამ ავტორიტარულ რეჟიმებთან არის დაკავშირებული და ამ ხრივ რუსეთი ნამდვილად იყო გამორჩეული განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პუტინმა მოახერხა პოზიციების გამყარება და შიდა პოლიტიკაში ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ვერტიკალის გამტკიცება, ის მთლიანად დიდწილად გადაერწო საგარეო ასპარეზზე საკუთარი ამოცანების რეალიზებაზე და აქ მთავარი, ასე ვთქვათ, სამიზნე მისთვის აი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ეგრეთ წოდებული ექსკლუზიური კონტროლის აღდგენა იყო. კი ბატონო, ჩვენი სასაუბრო დრო
პრაქტიკულად ამოვწურეთ, მაგრამ არ შემიძლია არ დაგისვათ საქართველოსთან დაკავშირებითაც ორი კითხვა, ბატონ გიორგი, ვნახეთ სახელმწიფო ცვლილებები, ბიძინა ივანიშვილი კვლავ დაბრუნდა ოფიციალურად პოლიტიკაში, ვნახეთ ასევე ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის სახით წარმოდგენილი, რა გზავნილია თქვენი აზრით ირაკლი კობახიძეს გაპრემიერება, ვინაიდან იყო შეფასებები, რომ არა მარტო დასავლეთისთვის, არამედ რუსეთისთვისაც ეს გადაწყვეტილება იყო გზავნილი. თქვენ რის თქმა შეგიძლიათ აღნიშნულზე? მე ვერ ხედავ სიმართლე გითხრათ ამ გადაწყვეტილების საგარეო განზომილებას. მე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას, ოფიციალურ დაბრუნებას თუ შეიძლება ასე ფორმალურად დაბრუნებას პოლიტიკაში და აი ამ საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, მგონია რომ ეს შიდა პოლიტიკური კონტექსტიდან მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებით არის განპირობებული. საგარეო განზომილება ამ გადაწყვეტილებას ჩემი აზრით არ აქვს. შეიძლება ვინმესთვის ესე მიიჩნევა, რომ ირაკლი კობახიძე უფრო მეტად ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, დასავლეთთან უფრო შესწევს უნარი, რომ კონსტრუქციული ურთიერთობები წარმართოს, ვიდრე მისმა წინამორბედმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება თითქოს და დასავლეთის ცელობის თაობაზე საქართველოს ჩაეტრია ომში და ასევე გასულ წელს მოგეხსენებათ, რომ იგივე აგენტების კანონთან დაკავშირებით დიდი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დაძაბულობა იყო შექმნილი და სხვა არაერთი საკითხის გარშემო. ამიტომ ამ და სხვა მიზეზების გამო მე ვერ ხედავ, ასე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების საკარეო პოლიტიკურ განზომილებას. ვერც დასავლეთთან მიმართებაში და ვერც რუსეთთან მიმართებაში. ანუ ბატონ გიორგი, როდესაც პრემიერობის კანდიდატი ირჩევა, იქ საგარეო ფაქტორების გათვალისწინება არ აქცევენ ყურადღებას, ანუ ისე იღება გადაწყვეტილებები. არ ვიცი, ლევან, რას აქცევენ ყურადღებას. ჩვენ თავისთავად არაორდინალურ შემთხვევაზე ვსაუბრობთ, რომელიც ჩვენთვის ორდინალური გახდა, იმიტომ რომ 10 წელიწადზე მეტი ამ მოცემულობაში ცხოვრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა, არ ვიცი ამაზე ვისაუბრეთ თუ არა, ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ, რომ ეს საკადრო გადაწყვეტილება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და მის მიერ იქნა მიღებული. ხო, ანუ თავარი მოქმედი ფიგურა, რომელიც მათ შორის განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას არ შეცვლილა ამ მოცემულობაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად პრემიერ-მინისტრს აქვს, ასე ვთქვათ, დისკრეცია, როგორც საგარეო თავდაცვის შიდა პოლიტიკის საკითხებზე. თუ კი ვთანხმდებით იმაზე, რომ თავარი ფიგურა უცვლელია და იგი, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილია, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებს და ფორმალურად არის პოლიტიკაში ჩართული თუ არ არის ჩართული, რატო უნდა გქონდეს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ცვლილებების მოლოდინი. და ბოლო ჩემი კითხვა, ანუ ბატონ გიორგი, ვერც ბიძინა ივანიშვილის მესამედ ოფიციალურად დაბრუნება პოლიტიკაში აქაც საგარეო ფაქტორს და საგარეო ნაწილს ვერ ხედავთ თქვენ? ეს უფრო საინტერესო შეკითხვა. საინტერესო შეკითხვა კი არ არის, საინტერესო საკითხია, თორე შეკითხვები ყველა საინტერესო იყო. თუ კი არის ამაში საგარეო ფაქტორი, ლევან, მგონია, რომ ეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უფრო გამოჩნდება, საპარლამენტო არჩევნებამდე არ გამოჩნდება. არ გამოჩნდება, იმიტომ რომ შესაძლოა, ასე ვთქვათ, მათი გამოჩენა არ წაადგეს მაინდა-მაინც ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნების წინ. თუ ჩავთვლით, რომ ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკას უკავშირდება და იმ თვალსაზრისით, რომ ასე ვთქვათ,
რუსეთთან ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. ხო, მე ამას დაუკავშირდებდი. ხა არ მგონია რომ ბიძინა ივანიშვილი იმიტომ დაბრუნდა თუ კი საგარეო განზომილება აქვს ამ გადაწყვეტილებას, არ მგონია რომ დასავლეთთან ინტეგრაციის გამო დაბრუნდებოდა ოფიციალურად, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების სათავეში. ალბათ ეს არის, ხო? ალბათ ეს უნდა მე ყოველ შემთხვევაში ამას გულისხმობ. რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, მაგრამ ეს არანაირად არ მოხდება ლოგიკურად, ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ არჩევნებამდე. აი არჩევნების შემდეგ ეს გამოიკვეთა. არა, მე საგარეო ფაქტორზე, როდესაც ვსაუბრობდი, ბატონ გიორგი, აქ არის ერთ-ერთი ვერსიით საუბარი, რომ მოსალოდნელი სანქციების გამო მან აირჩია პოლიტიკაში ესე ღიად შემოსვლად და დაბრუნება. არ ამგონია, რომ ამით რაიმე არსებითი კი არა საერთოდ ამბობს. კეთილი, ბატონ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, საინტერესოა ყოველთვის თქვენთან საუბარი. მადლობა. ასე მადლობა. კარგად გამოდით.